მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 13 იანვარს სრულიად საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოემატებს უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა მაღალ მთაში თოვლი. დასავლეთ საქართველოში +10 მთიან რაიონებში კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +9 მთიან რაიონებში კი +5 გრადუსი ფიქსირდება. რუსთავში +8, მარნეულსა და თელავში +7, სიღნაღში +10 გრადუსი, ომოლოში +6, ლაგოდეხში +7. ცხინვალში +3, გორში +4 გრადუსი ფიქსირდება. სტეფანწმინდაში 0, ბაკურიანში -3, გუდაურში კი -7 გრადუსია მოსალოდნელი. ბორჯომში +3, ახალციხეში კი 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში +9 გრადუსი, სოხუმში +8, ზუგდიდში +7, ქობულეთში +9, ანაკლიაში კი +6 გრადუსი ფიქსირდება, ოზურგეთში +5. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 13 იანვრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.